სამთავროს გაუქმებასთან დაკავშირებით გურიის სამთავრო ფაქტობრივად გაუქმდა მას შემდეგ, რაც 1828 წელს დედოფალი სოფიო გაიქცა ოსმალეთში და პრაქტიკულად ასე თქვათ სამთავროს სახლი, გურიის სამთავროს სახლი ამის შემდეგ ფაქტობრივ მმართველობას ვეღარ ახორციელებდა გურიაში, თუმცა შემდეგში იურიდიულად ასე ვთქვათ, ეს 29 წელში მოხდა, ანუ გურიის სამთავროს გაუქმებაზე მაქვს საუბარი. ახლა რა უძღოდა ამას წინ? საინტერესო ისაა, რომ გურიის სამთავროს გაუქმებასთან დაკავშირებით არსებობს რაღაც მოსაზრებები, მაგალითად არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო თურქეთთან, ოსმალეთის იმპერიასთან საზღვარი. 1828 წელს რუსეთს და თურქეთს შორის დაიწყო ბორიგი ომი, ასე ვთქვათ. საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. რუსები არ ენდობოდნენ გურულებს, იმიტომ რომ გურულები 1810 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში, გურია და 19 წელს აჯანყება დაიწყო, პირველი აჯანყება დაიწყო ძალიან მალევე, შესაბამისად გარკვეული, ასე ვთქვათ, უნდობლობა არსებობდა გურიის მიმართ. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ გურიის მთავარი, რომელიც ასე ვთქვათ, მორჩილებაში იყო რუსების მიმართ და აბსოლუტურად ყველაფერს უსრულებდა რუსებს, მამია გურიელი გარდაიცვალა 1826 წელს და მის შემდეგ ისი შვილი გახდა, დავითი გახდა გურიის უკანასკნელი მთავარი და სამთავროს მართავდა დედოფალი სოფიო. უნდა ითქვას, რომ სიტუაცია იმნერია კი არის რაღაც გარკვეული პრობლემები მასთან დაკავშირებით, რომ სოფიო ითხოვს, რომ არ ჩაერიონ სამთავროში და საქმეებში, რომ სასამართლოზე აქ დავა რაღაც ნედლეულზე ამ რაღაცებზე არის გარკვეული უთანხმოება მათ შორის იმ საბჭოზე, რომელიც რუსებმა შექმნა გურული თავადებისგან იმაზე, თუმცა სიტუაცია მინდა გითხრათ, რომ არ არის ისეთი, რომ სოფიო გაქცეულიყო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის იმპერატორმა სპეციალური ასე ვთქვათ უკაზიც გამოსცა და გურიის მთავრად დაამტკიცა დავით გურიელი და დედამისი, მისი სოფიო ფაქტიურად მართველი მის სრულწლოვანებამდე. შესაბამისად, რატო უნდა გაქცეულიყო სოფიო გურიელი გურიიდან და რატო უნდა დასრულებულიყო გურიის სამთავროს არსებობა 1828-29 წლებში, მაშინ როდესაც სამეგრელოს სამთავრო ამის შემდეგ 50 წელი არსებობს, ხო? ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს ინფანტერიის გენერალი მურავიოვ-კარსკი, ეს საკმაოდ ცნობილი რუსი საბრძოლო გენერალი. მას ყარსის აღებისთვისაც მიენიჭა ეს ტიტული მურავიოვ-კარსკი, რომელიც 1929 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში წერს, რომ გრიბოედოვს ჰქონდა გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გეგმა ამ გეგმას მურავიოვ-კარსკი აღწერს ისე, რომ საქართველოში უნდა შექმნილიყო დაახლოებით ისეთივე კომპანია, როგორც ინგლისელებმა შექმნა ინდოეთში, ანუ ოსტ-ინდოეთის კომპანია, ამ კომპანიას, ანუ კომპანია საქართველოს მეორენაირად რუსეთის, ამიერკავკასიის კომპანიას უნდა ყოლოდა საკუთარი ჯარი, საკუთარი მმართველობა, საკუთარი პოლიცია და აბსოლუტურად უნდა ყოფილიყო ეკონომიკური ბერკეტები უნდა ქონოდა ამ კომპანიას იმისთვის, რომ რაღაც ასე ვთქვათ, მის აქციონერებს შემოსავალი ქონოდათ. ანუ ეს იყო გარკვეული ტიპი, უნდა ყოფილიყო გარკვეული ტიპის სააქციო საზოგადოება საქართველოს, რომელშიც ჩადებდა ვიღაცები ფულს და შემდეგ ამაში მოგებას მიიღებდა. თუმცა ამის კაპიტალი როგორც ჩანს, მაინდამაინც დიდი რუსეთში არ იყო, ამიტომ გრიბოედოვი ცდილობდა ირანში მცხოვრები ქრისტიანების მოზიდვას და ჩამოყვანა საქართველოში. რასაც ითვალისწინებდა გრიბოედოვის გეგმა და ამ ქრისტიანებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა სომეხი კომერსანტები, სომეხი მეწარმეები, რომელიც ცხოვრობდნენ ისპახანში და ჯულფაში და ასე შემდეგ, სპარსეთში და ნაწილი ინდოეთში, რაღაც გარკვეული როგორც ჩანს მოლაპარაკებებიც არის ამ ადამიანებთან, თუმცა ამაზე წინააღმდეგი არის ერმოლოვი, რომელიც თურქეთის მომავალი
ომისთვის ხედავდა ქართული სამხედრო ელიტის თავადაზნაურობის დახმარების აუცილებლობას და შეიძლება ამ ვაჭრების და კომერსანტების წინა პლანზე წამოწევას რაღაც სერიოზული უკმაყოფილება გამოეწვია და აქედან გამომდინარე ერმოლოვი წინააღმდეგი ამის, როგორც თვითონ მურავიოვ კარსკი წერს, რომ თვითონაც წინააღმდეგი იყო ამ საკითხის და სისულელე თვლიდა და ამიტომ არანაირ მხარდაჭერა მისი მხრიდან გრიბოედოვს არ ქონდა. მერე მურავიოვ კარსკი წერს, რომ სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ რაც პასკევიჩი გახდა კავკასიის მთავარმართებელი და ამ მომენტში ახსენებს გურიას და გურიის დედოფალ სოფიოს. ჯერ წერს, რომ გრიბოედოვის და ნინო ჭავჭავაძის ქორწინებაზე, სადაც არაურაზროვნად რაღაც ფორმით მიუთითებს, რომ ეს გარკვეული ამ ხარდაჭერის მიღების მიზნით იყო გაკეთებული და ამის შემდეგ ამბობს, რომ პასკევიჩი ცდილობდა გურიის დედოფალთან სასიყვარულო კავშირის გამობას. ანუ ასე ამბობს არალეგიტიმური, არაოფიციალური სასიყვარულო კავშირის გამობას. ცდილობდაო პასკევიჩი დედოფალ სოფიოსთანო, ამერე აღწერს სოფიოს და წერს, რომ ეს იყო ძალიან ლამაზი ქალი და ამ ქალს გურიაში ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა. ახლა რა შეჭირდებოდა გურიამ კომპანიას და გურიის, ასე ვთქვათ, გურული თავადაზნაურების ან გურიის დედოფალის სოფიოს ხარდაჭერა. ამ გეგმის მიხედვით ამ კომპანიის თავარი ქალაქი უნდა ყოფილიყო ბათუმი, ბათუმის პორტიდან უნდა მოხდარიყო ვაჭრობა, საქონლის გატანა, შემოტანა, ასე შემდეგ და ეს ბათუმის პორტი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი თავარი, ასე ვთქვათ, ცენტრი ამ კომპანიის და ამ ბათუმის გარეშე რეალურად ამ კომპანიას ვერც წარმოიდგენდა გრიბოედოვი. ზოგადად მაშინ რუსები თვლიდნენ, რომ და რუსების, თურქების და აბსოლუტურად ყველა გურიას ყოფს ორ ნაწილად, თურქეთის გურია და რუსეთის გურია. რუსეთის გურიაში დღევანდელი გურია იგულისხმებოდა, თურქეთის გურიაში იგულისხმებოდა ქობულეთი, ბათუმი და ასე შემდეგ. ანუ როგორც ასე ვთქვათ, გურია მაშინ მოიაზრებოდა მთლიანობაში და არა ის რასაც დღეს გვაქვს. ამიტომ ამ თურქები ბათუმი მაშინ თურქების ხელში იყო და ამ თურქების ხელიდან იყო საჭირო, რომ ბათუმი ასე ვთქვათ რუსებს აეღოთ. რაშიც ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო საჭირო გურიის თავადაზნაურობის, ასე ვთქვათ, და გურულების. და ამიტომაც წერს მურავიოვ კარსკი, რომ დედოფალ სოფიოსთან გააბა პასკევიჩმა კავშირი, თუმცა დედოფალმა სოფიომ ამაზე თქვა ვარი. ახლა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის სიტუაცია, რაც გურიაში იყო მაშინ. მამია გურიელი გარდაცვლილი იყო და დედოფალ სოფიოსა და დავით მაჭუტაძეს ახთუხუცეს შორის არსებობდა რაღაც სასიყვარულო კავშირი. ახლა ძნელია იმის თქვა, მივიდოდა თუ არა ეს კავშირი მათ ქორწინებამდე, მაგრამ ამ ადამიანებისთვის პასკევიჩის რაღაც დაჟინებული მოთხოვნა დედოფალი სოფიოს მიმართ სასიყვარულო კავშირზე აღმოჩნდა როგორც ჩანს ძალიან მიუღებელი. სხვა რომ გითხრათ რაიმე ისეთი მძიმე გარემოება, რაღაც მძიმე დაპირისპირება რუსეთის ხელისუფლებასთან ამ დროს არ ჩანს, არის უთანხმოებები მართალია, მაგრამ არა იმფერი, რომ სამთავრო დაეტოვებინა იმას, რა ქვია, დედოფალ სოფიოს და გადასულიყო ტრაპიზონში მაგალითად, ამის წინაპირობებს მე ყოველ შემთხვევაში ვერ ხედავ. შესაბამისად, აი ამ პირობებში დედოფალმა სოფიომ დატოვა გურია დავით მაჭუტაძესთან ერთად, მის ხლებლებთან ერთად, მის შვილებთან ერთად, სხვათა შორის ძალიან ტრაგიკულია მამია გურიელის ოჯახის ბედი, მიუხედავად იმისა, რომ მამია გურიელი აბსოლუტურად ყველა სურვილს უსრულებდა რუსებს და მანამდე სანამ გურია შევიდოდა რუსეთის მფარველობაში, ფოთის აღებაშიც დაეხმარა და რაც ალბათ ყველაზე არასასიამოვნო ფაქტია, რუსებს დაეხმარა სოლომონის განდევნაშიც, სოლომონ მეორის განდევნაშიც დაეხმარა, ანუ სერიოზული სამსახური გაუწია რუსებს. მისი ოჯახის ბედი მაინც ტრაგიკული არ მოჩნდა, დამთავრდა სამშობლოდან გაქცევით, შემდეგ მისი შვილების ბედიც კიდევ ცალკე ძალიან საინტერესოა და ძალიან ტრაგიკულია, მათი ნაწილის ბედი და ასე ტრაგიკული აღმოჩნდა
სოფიო ზვედის, რომელიც ოსმალეთში გადასვლიდან 1 წელიწადში ფაქტობრივად გარდაიცვალა. ამის შემდეგ ძალიან ტრაგიკულად წარიმართა მამია გურიელის ოჯახის ბედი, ანუ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ შეიწყალა რუსებმა, ასე თქვათ, მამია გურიელის ოჯახი, ბავშვები ჩამოვიდნენ გურიაში და შემდეგ დავით გურიელი, გურიის ტახტის უკანასკნელი მფლობელი, ასე თქვათ, წაყვანილი იქნა რუსეთში, ჩაირიცხა სამხედრო სასწავლებელში. იგი დაიღუპა 1839 წელს სახულგოსთან ბრძოლაში 21 წლის ასაკში. მე ძალიან ბევრი ვეძები ამ პიროვნებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და რა დარჩა მას გარდაცვალების შემდეგ. ჯერით მას ჰქონდა კორნეტის, ანუ ყველაზე უფრო დაბალი ოფიცრის ჩინი რუსეთის იმპერიის არმიაში. მე როგორც წერია გაზეთებში, ანუ მისი ტანსა და რაც გარდაცვალების შემდეგ რაც დარჩა არის თახვის ყელიანი ძველი შინელი და ერთი ცალი აქციაზე არის განცხადება გაზეთში, ერთ აქციაზე დავით მამიაზე გურიელის მიმართ, როცა ხანძარსაწინააღმდეგო სააქციო საზოგადოება, რომელიც ვერ შედგა, არ შემდგარი სააქციო საზოგადოება გაზეთში აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ დავით გურიელს შეუძლია მოვიდეს და წაიღოს მისი ერთი აქციის თანხა. ანუ მთლიანობაში გურიის უკანასკნელი მთავარს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ეს ერთი ცალი აქცია არ შემდგარი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოებისა და თახვის ყელიანი ძველი შინელი.